ჩვენთან არის ღმერთი. კვლავ მოგილოცავთ შობის საუფლო დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს, რომელიც 14-ში იქნება და ხსენება იქნება ასევე უდიდესი ეკლესიის უდიდესი მოძღვრისა ბასილი დიდის. რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, დღევანდელი სახარება არის მამხილებლობითი სახარება და გვაუწყებს რომელ ისტორიას. თუ როგორ სცადია ჰეროდე მეფეს ებრაელთა ამ მთავარს მაცხოვრის დაღუპვა და რადგანაც როცა გაიგებს მაცხოვრის შესახებ, რომ იგი იშვა ბეთლემში, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა. ეს მარტო თვითონ კი არ შეძრწუნდა, არამედ მთელი იერუსალიმი მისთანა. იმიტომ რომ იფიქრეს ამათ, რომ აგერ მოვიდა ის, რომელიც ჩამომაგდებს მე ტახტიდან და დაიკავებს ჩემ ადგილს, სამეფო ტახტს. ამიტომაც ჰეროდე ჯერ გზავნის მოგვებს და ეუბნება მომიტანეთ ამბავი, სად დაიბადა იგი, მაგრამ რადგანაც მოგვები არ ბრუნდებიან და თქვენ იცით რატომაც არ ბრუნდებიან ჰეროდესთან, მაშინ გადაწყვეტს ეს კაცი, რომ დაღუპოს ჩვილები ბეთლემისა და მის შემოგარენში დაბადებულების 2 წლიდან და უდარესი ანუ უფრო პატარა, რადგანაც მათ შორის იქნებოდა ერთ-ერთი მაცხოვარი და დაიღუპებოდა ბუნებრივად. 14,000 ჩვილი ამოწყვიტეს მხედრებმა აი ამ პერიოდში. და ისინი ისტორიაში, საეკლესიო კალენდარში შესულები არიან როგორც ქრისტესთვის მოწამენი. 14,000 ბავშვი ამოწყვიტა, ებრაელი ბავშვები, თანატომელი ბავშვები, ეს წარმართი მტრები კი არ არიან. თანატომელები, კი ბატონო, ის ჰეროდე იდუმიელი იყო, ტომით არ იყო ებრაელი, მაგრამ ებრაელთა ხელმწიფე იყო. და ებრაელები ამოწყვიტა, ეს ბავშვები ამოწყვიტა მან. ამ დროს ეცხადება ანგელოზი იოსებს, ეუბნება ჰეროდეს სურს ამოწყვეტა ამ ჩვილისა და წადი გაემგზავრე დედა მისთან ერთად ეგვიპტეში და იქ იყავი, ვიდრე ჰეროდე არ აღსრულდება. რაც განხორციელდა, რა თქმა უნდა, მიდის იოსები თავის ოჯახთან ერთად და როდესაც გარდაიცვლება ჰეროდე, ბრუნდება ისრაელში, მაგრამ დამკვიდრდება ნაზარეთში. ნაზარეველი ამიტომ ეწოდება მაცხოვარ შემდგომში. გახსოვთ გამონათქვამი, ნაზარეველო შენ გაიმარჯვე, ერთ-ერთი წარმართი ამბობს და ასე შემდეგ. ესე იგი, რაზეა საუბარი აქ? პირველი საკითხი, რატო მიემგზავრება იოსები? რატო არის ბრძანება იოსებისადმი ანგელოზისა, რომ უნდა წავიდეს ეგვიპტეში? მაინც და მაინც ამ ქვეყანაში. რატოა ესე? უფრო ახლო ქვეყანაში წასულიყო, განრიდებოდა კი, მაგრამ სირიაში წასულიყო, დამასკოში კერძოდ, უფრო ახლოა შედარებით. არა, მაინც და მაინც ეგვიპტეში. რატო? თქვენ იტყვით. იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველები იყო ნამდვილად. იყო ასეთი ძველი აღთქმის სიტყვები, ეგვიპტიდან ვუწოდე ჩემს ძეს. და რადგანაც ეს სიტყვები უნდა აღსრულებულიყო, ამიტომაც მიემგზავრება ეგვიპტეში. მაგრამ ნაწინასწარმეტყველები რატომ არის? ყველაფერი შემთხვევითი ხო არ არის აქ? ეს რაღაცა აზრს ატარებს ძალიან ღრმას. და აი მამხილებლობა რო თქვი ჩვენ. ეგვიპტე, თქვენ ბიბლიიდან კარგად გახსოვთ, ყოველთვის მტერი იყო ისრაელისა.
ეგვიპტელები ყოველთვის სულიერი და ხორციელი მტრები იყვნენ. როცა კი რაღაც ხდებოდა ეკლესიის წიაღში და ეკლესიის მოძღვარი ვიღაც წარმოშობით ალექსანდრიიდან იყო, ეგვიპტიდან თუ იყო. აი მაგალითად ნესტორიანელები კირილი ალექსანდრიელს, ეს მე-5 საუკუნეა. ესეთ რამეს უწოდებდნენ აჰა მოვიდა ახალი ფარაონიო. ესე იგი კირილი ალექსანდრიელს იმდენად ვერ იტანდნენ ნესტორიანელები და უწოდებდნენ ფარაონს. იმიტომ რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსი იყო, ალექსანდრია ეგვიპტეა. ასე იგი ახალი ფარაონი, ესე იგი ახალი სულის მებრძოლი, ხორცის დამთრგუნველი, გამანადგურებელი, მტერი სხვაგვარად. ეგვიპტე ყოველთვის მტრობდა ისრაელს, თუნდაც ავიღოთ დიდი ტყვეობა, როდესაც მოსეს გამოყავს ეგვიპტიდან 600,000 კაცი ებრაელი. და იქიდან სულ ბრძოლა და მთელი ეს შეხლა შემოხლანია ამ ერებს შორის. და ამიტომაც სწორედ ეგვიპტეში გზავნის ისრაელიდან ანგელოზი იოსებს. რატო? რო უჩვენოს ებრაელებს, ამხილოს ებრაელები რამდენად დამძიმებული სულიერების მქონენი არიან ისინი. რა შევლინდება მათი დამძიმებულობა? ვლინდება იმაში, რომ აგერ უცხო ტომელი თქვენი გამანადგურებელი ხდება, თქვენი მესიის დამცველი და თქვენ კიდე მკვლელები ხართ მისი. ის ხო დამღუპველი არის, ის სიაღი ტრულია, კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ ისინი უფრო მზად არიან მესიის მისაღებად, ვიდრე თქვენ, რომლებიც იქადით, რომ ჩვენ ვართ რჩეული ადამიანები. რჩეულები კი არა, სულით ეგვიპტეზე დაბლა მდგომები აღმოჩნდით. ამას ეუბნება ღმერთი ისრაელს, იმ პერიოდის ისრაელს. თქვენ მკვლელები აღმოჩნდით თქვენი მეუფისა, თქვენი ყრბისა, რომელმაც უნდა გამოიხსნას თქვენი მოდგმა პირველ რიგში და მთელი კაცობრიობა. თქვენ არ გჭირდებათ ეს კაცი, ეს ყრმა თქვენ არ გინდათ. შესაბამისად თქვენ დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებით. ეგვიპტესთან დაკავშირებული არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ძველი აღთქმისა, იოსების ისტორია. იოსები იყო მამამთავარ იაკობის ერთ-ერთი შვილი, რაქილის გაჩენილი. რაქილმა 2 გააჩინა. რამოდენიმე ცოლი ყავდა იაკობს, 12 ძე, ვინც გაუჩინეს და აი ყველაზე საყვარელი ცოლი მისი იყო რაქილი. შვილებს ვერ აჩენდა ეს ქალი. ბოლოს გააჩინა იოსები და მეორე ბენიამინი როცა გააჩინა, გადაყვა მუცელს და გარდაიცვალა. აი ეს იოსები ბოლო შეიძლება ითქვა შვილი, იმის მერე ბენიამინი გაჩნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ გახსოვთ, გაყიდეს ძმებმა ეგვიპტეში. ძმები ყიდიან იოსებს, ებრაელები ებრაელს ყიდიან, დაღუპვა უნდათ მისი შურის გამო და ვინ შეიფარებს მას? ეგვიპტე. აი რა სიმძიმილია სულიერების. და ეგვიპტეში არა მხოლოდ მოქალაქე ხდება იოსები, არამედ ხდება მეორე ფარაონი. და როდესაც გაუჭირდებათ მის ძმებს, იქ სადაც ცხოვრობენ, ის გამოყვებავს მათ, გადაარჩენს, სიკვდილს გადაარჩენს. რაც არის წინა სახე მაცხოვრისა. მაცხოვარსაც დაეძებენ მოსაკლავად, მიდის ეგვიპტეში როგორც იოსები და შემდგომ იქიდან რომ ბრუნდება, გადაარჩენს როგორც ებრაელებს, ვინც მიიღო, რა თქმა უნდა.
და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ კაცობრიობას, ოღონდ თუ იოსებმა ყოფითი შიმშილისაგან გადაარჩინა, მაცხოვარი სულიერი შიმშილისაგან გადაარჩენს კაცობრიობას. აზრს აძლევს წუთის სოფელს, ცხოვრების აზრს უბრუნებს და ამაზე ჩვენ შობის ღამეს ვისაუბრეთ. ეხლა მეორე პარალელი ძველ აღთქმასთან. თქვენ გახსოვთ, გამოსვლათა წიგნში აღწერილია მოსეს ცხოვრება. მოსე იბადება ეგვიპტეში და ფარაონი გამოსცემს ბრძანებას ყველა ჩვილი ამოწყვიტეთო მამრობითი სქესისა. დედრობითი სქესის გადაარჩინეთ, მამრობითი სქესის განადგურეთ. იმიტომ რომ ესენი მრავლდებიან ეს ებრაელები ჩემს ქვეყანაში. მეს არ მაწყობს, ამხედრდებიან, ამბოხდებიან, ჩამომაგდებენ, ასე რომ უნდა გავანადგუროთ ეს ბავშვები. და გაანადგურეს უამრავი ჩვილი. მაგრამ მოსე გადარჩა. მოსეც არის წინასახი მაცხოვრის. მოსე რო გადარჩა, იმიტომ გადაარჩინა ღმერთმა, რომ ეს კაცი უნდა ყოფილიყო წინამძღვარი ამ ხალხისა. რა ღმერთი სხვას ვერ ამოირჩევდა წინამძღვრად? 600,000 კაცი გამოიყვანა, როგორც მოგახსენეთ. რა ერთის აღარ ვარგოდა, რომ გამოეყვანა ეს ხალხი ეგვიპტიდან? ვინც უკვე შობილი იყო, იქიდან არც ერთი არ გამოდგებოდა? ალბათ არ გამოდგებოდა. სწორედ ეს კაცი იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ გადაარჩინა ღმერთმა იგი. ამ დროს არის ენაბრგვილი, ლიყიანია მოსე. ვერ ლაპარაკობს ხსნილად, ვერაფერს ვერ აგებინებს ამ ხალხს. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება წინამძღვრისა და საერთოდ როცა ხელმძღვანელია ადამიანი რაღაცისა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს საეკლესიო წინამძღვარი იქნება თუ გაგებით, საეკლესიო გაგებით თუ სხვა, თუ ის მშვიდი არ არის, ის ვერ იქნება წინამძღვარი, როგორც წინამძღვარი უნდა იყოს სინამდვილეში. აი ეს იყო მოსეს მახასიათებელი თვისება. ბიბლიაში წერია, არ ყოფილა მის მსგავსი მშვიდი კაცი და ალბათ არასოდეს არ იქნება. აი, სიბრძნე არის მიცემული სოლომონისადმი. თქმულია, რომ შენაირი არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს იქნება, როგორც შენ ახარ ბრძენი. მაგრამ მოსესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სიბრძნე ქონდა, სიჭკვიანი ქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოსეს მახასიათებელი არის, როგორც წინამძღვრისა, ეს არის მისი სიმშვიდე. წარმოიდგინეთ ამ ხალხს, ადრეც ვთქვი ჩვენ, ამ მონებს, თავის თანატომელებს, გაუთლელ ადამიანებს, ესენი ხო მონობაში იყვნენ რაღაცა პერიოდი. გაუთლელები, აბსოლუტურად უკულტურო ადამიანები. ამათ უსმენს და არ ღელდება. უსმენს ჩვეულებრივად, მათ დონეზე დადის. ეს უჭკვიანესი კაცი და არ ღელავს. ამიტომაც გამოირჩია ღმერთმა ეს კაცი. აი, მოსე გადარჩა. მაგრამ თუ ის ფარაონი იყო, წარმართი კაცი იყო და ხოცავდა ებრაელ ჩვილებს ეგვიპტეში, აქ მაცხოვრის შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, ჰეროდე ებრაელთა მეფე თავის თანატომელებს ხოცავს. ესეც ერთ-ერთი მამხილებლობითი ნიშანი. ანუ ეგვიპტე უფრო მაღლა დგას ეს ჯოჯოხეთური წიაღი. საერთოდ მამების მიერ ეგვიპტე არის ჯოჯოხეთის სიმბოლო, რადგანაც დაპირისპირებულია რჩეულ ხალხთან ოდითგანვე.
სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა. და აღმოჩნდება, რომ ეს ეგვიპტე უფრო მაღლა მდგომია სულიერად, ვიდრე ისრაელი მაცხოვრის შობის პერიოდში. ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, მაცხოვრის დროს იძულებული ხდება იოსები თავისი ოჯახი წაიყვანოს ჯოჯოხეთურ გარემოში და იქ უფრო მზად არიან მაცხოვრის მისაღებად, ვიდრე ის რჩეულები, რომელთაც ეგონათ, რომ რჩეულები ვარ ჩვენ. უცხო ტომელები, წარმართები იღებენ, სადაც ნიანგებს ეთაყვანებიან ადამიანები, ისინი იღებენ მაცხოვარს. ნავთსაყუდელი ხდება ესეთი გაწარმართებული ხალხის გარემო. და მეორე, თუ კი ფარაონი ხოცავდა უცხო ტომელებს, აქ ჰეროდე თანატომელებს ხოცავს 14,000 ბავშვი, შვილი, როგორც მოგახსენეთ, 2 წლიდან და უდარესი. რა წივილი უნდა ყოფილიყო ბეთლემში და მის გარემო დასახლებებში, როდესაც ასეთ რამეს ჩადიოდნენ მხედრები. რა მდგომარეობა უნდა ყოფილიყო დედების და მშობლების. და ეს მისაღები იყო მათთვის. მისაღები იყო ჰეროდესთვის, იმიტომ რომ მთავარი მიზანი ხო ჩემი ხელმწიფებაა. მე არ გადმომაგდონ აქედან. სულიერი დაცემა. გონებრივი დაცემულობა, სულიერი ჯოჯოხეთი შეიძლება ითქვას. ეგვიპტეზე უფრო მძიმე მდგომარეობა. აი თავიდან რო ვთქვით, რომ მამხილებლობითია დღევანდელი სახარება, სწორედ მამხილებლობითია, როგორც პირველ რიგში იუდეველთა ხალხისა იმ პერიოდში, როდესაც იბადება მაცხოვარი. და რა თქმა უნდა, ჩვენიც ერთგვარად. იმიტომ რომ ვართ კი მაცხოვრის მიმღებნი ჩვენ. თუ კვლავ შეიძლება ვრჩებით იმ ძველ აზროვნებაზე და მაცხოვრის შობა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი დღესასწაული, რომელმაც არაფერი არ შეცვალა ჩემში. აი ახალმა წელმა რა უნდა შეცვა? არაფერი. მოიტანა ახალი და მორჩა. რა ახალი კაცმა არის? მაცხოვრის შობამ რა მოიტანა შენში? რა უნდა დათესოს შენში? ეს თუ ვერ გააცნობიერე კაცმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ 1000 ჯერ მithქვამს ეს. თუ ეს არ გააცნობიერე, ეკლესიაში ტყუილად დადიხარ. რამე რომ მოხდეს ეკლესიიდან პირველი შენ გაიქცევი. მე სამწუხაროდ უამრავი ხალხი მინახავს ეკლესიიდან წასული. უამრავი, რომლებიც ხდებიან მაგინებლები ეკლესიისა, არა მხოლოდ წასულები, მაგინებლები რო ხდებიან. და კითხვას ვამდი ყოველთვის, რატო ხდება ეს? და ოდნავ თუ ჩაუღრმავდები, ძალიან მარტივია პასუხი. ძალიან მარტივი. იმიტომ რომ გული არ იცოდნენ ამ ყველაფრის. ეკლესია იყო გარეგნული დღესასწაულები. აი მხოლოდ გარეგნული თუ რჩება შობა, მით უმეტეს აღდგომა მაცხოვრისა, თუ გარეგნულია მხოლოდ, თუ მხოლოდ დღესასწაულად რჩება შენთვის, შენ ეკლესიაში ვერ გაჩერდები. ეკლესია გაგდევნის შენ, იმიტომ რომ მის წიაღში არ ახარ. არ გინდა რომ იყო მის წიაღში. ამიტომაც ხალხი, რომელიც გადის ეკლესიიდან, უამრავი, თან ერთი და ორი კი არა, უამრავი მინახავს. ოდნავ რომ ჩაუღრმავდი ამ ხალხს, მიხვდები რომ სიღრმე არ იყო და მაგიტო. სადაც სიღრმე არის, იმას არ აინტერესებს ის გარეგნული მომენტები. უпроსტად აინტერესებს იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა აინტერესებდეს. თავარი იცის და ამას ეჭიდება. თავარი თუ არ იცი,
შენთვის ფასეული ვერ იქნება. ადამიანის ფასი თუ არ იცი, შენთვის ყველა ადამიანი ერთ და იგივეა. როგორ იტყვიან ჭკვიანი ადამიანები, ჭკვიანი კაციო თითოეულ ადამიანში იმ ნიჭს ხედავს, რაც თითოეულ მათგანს გააჩნია. რატო ხედავს? იმიტომ რომ ის თვითონ ჭკვიანია და ჭკვიანურად უდგება ხალხს. მაგრამ უგუნური კაცი უყურებს ხალხს როგორც მასას. ერთ და იგივეა ყველა. ჭკვიანი, უჭკუო, განათლებული, სულიერი თუ უსული. სულ ერთია. თვითონ არ არის ჭკვიანი. ეს ხალხი ერთ და იგივეა მისთვის. ასე რომ, რომელ კატეგორიაში ვართ? როგორ უდგებით საკითხებს? საღვთისმეტყველო საკითხებს, ადამიანთა შორის ურთიერთობებს. ვხედავთ ადამიანებში სიღრმეს თუ მხოლოდ გარეგნობა, თუ მხოლოდ ზედაპირულობა. თუ დაუკვირდებით ადამიანებს თუ აქვს ზედაპირული ურთიერთობა, თუნდაც მეგობრები იყვნენ, ზედაპირული ურთიერთობა თუ აქვს, გაგიცინე, გამიცინე, ჭიქა ავწიე, მეც ავწიე, შენც აწიე, მეც. ეს გარეგნული მხოლოდ და შინაგანი თუ არ არის. რამოდენიმე ხანში ინგრევა ეს. ურთიერთობა ვითომ იყო, ხო? ინგრევა. რატო? ერთმანეთის ნიჭი ვერ დაინახეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ვერ დაინახეს. შეიძლება არც გქონდათ. რომ ვერც დაინახეს. მართლა მეგობრობა არის ის, როდესაც შენ ყველაზე მნიშვნელოვანს საფასებ ამ კაცში. თუ არის, რა თქმა უნდა. შეიძლება ცარიელია კაცი და იქ ვერაფერს ვერ დაინახო, მაგრამ თუ შეგიძლია დაინახო, პირველ რიგში ეს უნდა დაინახო. რომ იყოს მყარი ურთიერთობა. ამის გარეშე ურთიერთობა მყარი ვერ იქნება. ოდნავ რაღაც საბორძიკება და დაშლილია მათი მეგობრობა. იმიტომ რომ გარეგანი ურთიერთობაა მხოლოდ. როგორც ქრისტიანობისადმი, გარეგანი ურთიერთობა ეკლესიისადმი. შინაგანი არ მაინტერესებს მე. და თუ შინაგანი სიმძიმე არ აქვს კაცს, ყველაფერთან მიმართებაში. ის ყველაფერი, რაც მის გარშემოა და ვინც არის მის გარშემო, არის ზედაპირული, დაშლადი და მალე განქარვებადი. თუმცა ძირითადი არ არის, მნიშვნელოვანი არ არის, გული არ არის და მაგიტო. ეს ზარღვი, რომელსაც ჩვენ ყველაზე მთავარს უწოდებთ. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ერთგულება მაცხოვრის გზისა. ამის ძალები მოგცეს უფალმა. გაიხარეთ.